როგორ იქნება პოლიტიკური ვერდიქტი გიორგი არევაძის ეს ჯერჯერობით უცნობია ის რამდენ წელს განუსაზღვრავს პატიმრობად 29 წელს არჩილ მუსალიანს დღეს მის გადაწყვეტილებას ელოდება საზოგადოება დასკვნითი პროცესი არის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დასკვნით სიტყვის დაცვის მხარე პროცესი რამდენიმე წუთში განხდება შემდეგ უკვე რეპლიკების ეტაპი იქნება და საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობა ექნება თავად ბრალდებულს როგორც ადვოკატმა განაცხადა არჩილ მუსალიანსი მზად არის რომ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლოს მიმართოს სასამართლოს უფლებადამცველი ამბობს რომ არანაირი სამართლებრივი მტკიცებულებები არ არსებობს საქმეში რომ ნამდვილად არჩილი იყო ის ახალგაზრდა ვინც კაბელები დაწვა ცენტრალურ გამზირზე გამოძიების ინფორმაციით არჩილ მუსალიანს ედავებიან კაბელების დაწვას პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელა ვიდეო მასალა რომელიც არის დამონტაჟებული ამის შესახებ ექსპერტიზაც საუბრობდა და უნდა აღინიშნოს აუცილებლად ის ფაქტი რომ ზარალი დაახლოებით ამ საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფოს 600 ლარამდე აქვს და 600 ლარიანი ზარალის გამო 29 წლის ბიჭს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვიდეო მასალაზე რომელზეც ბრალდებას მთლიანი ბრალდება აქვს აგებული ექსპერტიზა არ ჩატარებულა შესაბამისად არსებობს ვიდეო მასალაში ძალიან ბევრი ჭრა ძალიან ბევრი გადაბმა ფაქტები არის გარემოებები არის დამახინჯებული აქ ჩანს არაიდენტიფიცირებული პიროვნება რომელიც ცეცხლის უკიდებს უბრალოდ ცდილობს რომ წაუკიდოს ცეცხლის მოკიდების ფაქტი არ ჩანს ამ ვიდეო მასალებზე აქედან გამომდინარე შეუძლებელია დავადასტუროთ ის რომ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა თუნდაც იმ პიროვნებამ ვინც იმ ვიდეო მასალაზე ჩანს. ანუ რამდენი არის სახელმწიფოს შეიძლება თუ სწორად მახსოვს 538 ლარი არის. 500-დან 600 ლარამდე 3-დან 6 წლამდე ემუქრება დღეს კიდევ ვეუბნებით არ გვაქვს ჩვენ პოზიტიური მოლოდინი არჩილ მუსალიანსის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოში დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა მათ შორის აქ არის მოსული უდანაშაულოდ გამოცხადებული გიორგი ახობაძე რომელიც საქალაქო სასამართლოში დარბაზიდან გაათავისუფლეს 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ აქ ბუნებრივია სხვა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც იმყოფებიან იმისთვის რომ უგულშემატკივრონ 29 წლის ბიჭს რომელიც დღეს მოსამართლისგან გადაწყვეტილებას ელოდება აქ შეკრებილი ადამიანები აცხადებენ რომ ივანიშვილის გუნდი საქალაქო სასამართლოს პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის იყენებს ერთგვარი შურისძიება არის პოლიციელებს რომ აამოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ SSG-ის აქციის აქტიურ მონაწილეებს შემდეგში როცა დაჭირდება კვლავ ისეთი ერთგული ესე ვთქვათ მწამებლები ყავდეს როგორც ყავდა ნოემბერში ვფიქრობ რომ ამ ყველაფერს მიიყვანს ესეთი ხანგრძლივ მეტნაკლებად საპატიმრო ვადებამდე, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ვისმენდი მათ შორის განყოფილებაში როცა დაჭერილი ვიყავი და პოლიციელებისგანაც დამოკიდებულება და პოლიციელების მოსაზრება რა ხდებოდა აქციაზე, ანუ მათივე შემოგზავნილი პროვოკატორები რაღაცებს რო ესროდნენ, იმას ჩვენ გვაბრალებდნენ და პოლიციელებს აჯერებდნენ, რომ მოქალაქეები თქვენზე ესე ძალდობდნენ, ტრისხაც ქმნიდნენ ჩვენგან. სასამართლო ბიძინას სურვილებით იმართება და სავარაუდოდ მივუსჩიან არჩილს მაგრამ ვარც მხნეთ შემართებით ვიცით რომ ბოლოს ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ აუცილებლად გავიმარჯვებთ ყველა სინდისის პატიმარი პოლიტპატიმარი განთავისუფლებული იქნება გამოვლენ იმიტომ ჩვენ არავის არ დაუთმობთ ჩვენ საქართველოს ეს რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება ამაზე მეტყველებს ძალიან ბევრი რამ მათ შორის ის შემართება რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად პრაქტიკულად ვხედავთ სასამართლო დარბაზებში პოლიტიკური პატიმრების მხრიდან ასევე არჩილ მუსალიანსი როგორც გამორჩეული ახალგაზრდა არის კიდევ ერთი მაგალითი ბრძოლის არა მხოლოდ პოლიტპატიმრებისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ჩართულია ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაშას ეს ხდომათა დარბაზში უკვე იმყოფება არჩილ მუსალიანსი ის დღეს ელოდება სასამართლოს ვერდიქტს ცოტა ხანში გიორგი არევაძე შევა ხდომათა დარბაზში და გაიხსნება სასამართლო პროცესი ჯერ მოვისმენთ ადვოკატების დასკვნით სიტყვა შემდეგ ბრალდებულის საბოლოო სიტყვას და ცოტა ხანში გახდება ცნობილი დღესვე გამოაცხადებს თუ არა პოლიტიკურ ვერდიქტს მოსამართლე არევაძე